მარჯანიშვილის თეატრის ხვენზე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ზღვის თეატრი დაიდგა. სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. სპექტაკლი დევნილობაში მყოფ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნა სურთ. კულტურა და ხელოვნება აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად გაგრძელდება და ჩვენ ხელს შევუწყობთ სახალხო დიპლომატიის განვითარებას და აღნიშნული მიმართულებით ნდობის აღდგენასა და შერიგებას. ძალიან გავს ეს სპექტაკლი ჩვენი თეატრის ეს არის სპექტაკლი სოხუმიდან დევნილ მსახიობებზე, რომლებიც აქაც დევნილობაში დარჩნენ, არა აქვთ თეატრი, არა აქვთ შენობა და ცდილობენ სტარტაპში დაიმკვიდრონ ადგილი. მე ვთამაშობ პერსონაჟს, რომელიც არის ასევე აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც ამბობს, რომ ევროპის სხვადასხვა წამყვან თეატრებში იყო წამყვანი არტისტი. ვისურვებ, რომ სოხუმში ჩატარდეს ესეთი სპექტაკლები, მუსიკალური გაფორმება არის ჩვეულებრივი და ბრწყინვალე მსახიობები ასრულებენ. ასე უდიდესი წარმატება.